მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, დიდი სიყვარულით და პოზიტიური ენერგიებით. რა ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში, ვნახოთ. ვისი უნდა იყოს გაშლა? ადამიანს, რომელსაც სავარაუდოდ ყავს შეყვარებული, ეს ადამიანი შეიძლება არის წასული ან საზღვარგარეთ და რაღაცა ბევრს მუშაობს, შეიძლება მუშაობს იმისთვის, რომ თქვენთვის შექმნას რაღაცა სახლის თემა, ესეთი ინფორმაცია მოდის და შეიძლება იყო კიდეც ეს ადამიანი ჩამოსული და დაუშვათ გაუშვით თქვენ ბედნიერად მშვიდად თქმით, უბრალოდ ეხლა არის, აი როგორი რაღაც, იცი ეს ადამიანი გეუბნებათ, რომ ვმუშაობ, შეიძლება დრო, ანუ კარგი ურთიერთობა გქონდათ ნამდვილად, შეიძლება ხშირად ლაპარაკობდით კიდევაც, ბოლოსაც აი ბოლო მესიჯი პირობითად დადებით კონტექსტში გაუშვით, სასიამოვნო საუბარი გქონდათ, რაღაცა შეიცვალა იმის მერე და ვერ ხვდებით უბრალოდ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა ბარიერს გრძნობთ, რაღაცას ვეღარ იგებთ, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი უბრალოდ მუშაობს და დაუშვათ ბევრი სამუშაო აქვს, მოდი ასე ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ საპასუხისმგებლო საქმეზე არის მიმართული და ეხლა თქვენ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, დგახართ და ფიქრობთ, რომ თქვენთვის არ იმჩნევთ არაფერს, მაგრამ ფიქრობთ, რომ რაღაც ისე არ არის. აი რაღაცა კანით გრძნობთ, რომ რაღაც ისე არ არის. რაღაცა არის თქვენგან დამალული, ანუ როგორც წარსულში იყო, რაღაც ისე აღარ არის, დაიხურა თითქოს ის კარი რაღაცა, ხვდებით და აი ამ ფიქრებში ხართ. თუ ის არის თქვენი სიტუაცია, არ ვიცი ვისია ეს სიგნიფიკაცია, კითხოთ სამყაროს, რა არის სხურბლზე? ის რაც აუცილებლად მოხდება, ანუ რას ნიშნავს სხურბლზე, ხო? ანუ ყველაზე პირველი რა უნდა მოხდეს, რა უნდა შეიცვალოს არსებულიდან, აი ამ ადამიანის ცხოვრებაში, რა არის ის, რომელიც ძალიან მალე შეიცვლება, რა არის ის, რაც ცვლილება უნდა შემოვიდეს, რაც ცვლილება უნდა შემოვიდეს შენს ცხოვრებაში ძალიან მალე. რაც ცვლილებას გიგზავნის სამყარო ძალიან მალე. რა არის სხურბლზე, რა ცვლილება შემოდის, რა ცვლილება არის სხურბლზე. და სომაღალი არკანები. ხოდა ეს რას გულისხმობთ აქ?
ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ხა უყურეთ აქ რა ხდება. აქ დიდი შიდა დინებები მიმდინარეობს. აქ როგორ ჩანს, ხალი მოქმედებდა ძალიან აქტიურად ამ ურთიერთობაში თუ რაც არის სიტუაციაში და აქტიურობდა ხალი აქტიურობდა ამ ურთიერთობაში, მამაკაცი ძირითადად უფრო თავის საქმეებზე იყო გადართული. ეს ურთიერთობა არის დიდხნიან, მოიცა ერთ წამი. ეს ამ ურთიერთობაზეა თუ ახალზე. ჩემო კარგებო, არა, ეგ ინფორმაცია მოდის. აქ თქვენ რო იცოდეთ, რატომ ვერ მიდის, რატო არის ერთ ადგილას გაჩერებული თითქოს აქ სიტუაცია. ეს შეიძლება იყოს ოჯახური თანაცხოვრება, სადაც შეიძლება თქვენი ქმარია წასული ან საქმრო არ გამოურიცხავ და თქვენ გინდოდათ რომ უფრო საქმრო ან შეყვარებული რომელთან სერიოზული ურთიერთობაც გინდოდათ იგეგმებოდა შეიძლება, მაგრამ ეხა უყურეთ აქ რა ხდება. თქვენ ბევრს აკეთებდით, აი ახლა რას აკეთებდით ეს თქვენ იცით, მაგრამ აქ ბევრს აკეთებდა ხალი ამ ურთიერთობაში. ეს ხალი შეიძლება კიდევ ვამბობ არის გაშორებული ამ ეტაპზე, მაგრამ უნდოდა ახლიდან ოჯახის შექმნა ან განახლება ოჯახის. მოდი ასე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში ახლა ეს ხალი მარტოა. აქ უნდა შეიცვალოს და ასე ვთქვათ, მოხდება რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია, მაგრამ არ შეგეშინდეთ და რატომ? იმიტომ რომ ეს თქვენი დამოკიდებულება ამ ურთიერთობის მიმართ ის რომ ყველაფერს ხალი აკეთებდა, უნდა მოხდეს ამისი გაჩერება და ცვლილება. აქ საკუთარი ასე ვთქვათ თავის მეტად დანახვა მოგიწევთ და საკუთარი თავის ღირებულებების აღმოჩენა მოგიწევთ, იმიტომ რომ როდესაც შენ ღირებულებებს არ ხედავ, იმას მამაკაციც არ ხედავს, მამაკაცი კი არა, არავინ არ ხედავს, დედა შენიც ვერ დაინახავს იმ ღირებულებებს, რაც შენ ისედაც იცი და ფიქრობ, რომ სხვამაც იცის და ამას ასე ვთქვათ, ხაზს არ უსვამ. ხაზის გასმა იმაში არ მოისაზრება, რომ აი მე დადგე და ყოველ დილას ყავაზე ისილაპარაკო, რომ მე ესეთი ვარ, არა, ეს შენი ქცევებით გამოიხატება შენ თავთან მიმართებაში, თუნდაც ის რომ რაღაცა ისე არ ხდება ამ ურთიერთობაში, ხო? ყველაფერს მე არ დავთმობ. აი არის რაღაცა საზღვარი, მაქვს წითელი ხაზები, რის გადაკვეთის შედეგადაც მე ამას არ გავატარებ. ან შეიცვლება, ან დასრულდება. ანუ აი ამ წითელი ხაზების გამოკვეთა მოგიწევთ ამ სიტუაციაში და წითელი ხაზების ზედაპირზე ამოტანა მოგიწევთ და წარდგენა მოგიწევთ ამ სიტუაციაში თქვენ და აი ეს უცაბედი რაღაცა კონფლიქტი გამოიწვევს ამას თქვენს და თქვენი პარტნიორის ახლიდან თითქოს განახლებას გამოიწვევს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თქვენ კი ამ ურთიერთობაში ბევრს აკეთებდით და ასე შემდეგ, მაგრამ იმიტომ რომ რაღაცა იქ სერიოზულობისკენ წასულიყო ან აღდგენილიყო, მაგრამ ეს იმის ფონზე არ უნდა მოხდეს, რომ შენ დარჩემ მსხვერპლი. გამიგე, ამას სამყარო არ ეძახის და ამას სამყარო არ თulis სწორად. აქედან გამომდინარე. აქ მოხდება ის, რაც მოხდება, მაგრამ ეს იქნება ზუსტად იმიტომ, რომ ამოვიდეს ის შენი, ასე ვთქვათ, შიდა, ქვეცნობიერს არ დავარქმევ, შიდა, ჩაყლაპული და უთქმელი დაფასება საკუთარი თავის მიმართ, რომელსაც ფიქრობდი, რომ უთქმელად მიხვდებოდნენ. მე მესმის ეს რას ნიშნავს, იმიტომ რომ როდესაც აქ ხალი შეგნებულია ძალიან სხვანაირი ვერ იქნება აქ პენტაკლების დედოფალი, მაგრამ ზუსტად როგორი რაღაცა იცი, მე მესმის და შენ როგორც ფიქრობ, რომ ამას სხვებიც ხედავენ, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ადამიანი გადის ზრდის პროცესიას, აქედან გამომდინარე, შენ რომ მაგ სტადიაზე ხარ,
რა სტადიაზეც ხარ, საკმაოდ კარგზე, იმიტომ რომ შენი თავისუფასი განა არ იცი, მაგრამ ეს გარეთ არ გაქვს გამოტანილი ისე რომ იცი რა, მე აი ეს ვარ და ეს ესენი არ გაქვს გაკეთებული, თორე აქ შენი თავისუფასი ძალიან კარგად იცი. და შენ ფიქრობ, რომ ამის თქმა არ გჭირდება, იმიტომ რომ ამას ადამიანი ისედაც უნდა ხვდებოდეს და ხედავდეს. კი, ნორმალურ შემთხვევაში ეგრე უნდა იყოს ნამდვილად, იმიტომ რომ ადამიანი რაღაცას რო ითმეს, ადამიანი რაღაცას რო აკეთებს და წრფელად ითმეს, წრფელად აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მან კი არა, შენ უნდა გააკეთო, ან რაღაცა შენ შეგეშალა და ამ ადამიანმა ეს გაგიტარა, შენ ამით ის კი არ უნდა იფიქრო, რომ ეს დებილია, არამედ ის, რომ რა ღირსეულია პირობითად, რა დიდსულოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ასე ვიქცეოდი, ეს ამას ხვდება, მაინც ისე მიიღო და ასე ვთქვათ, ჩემი ეს არასწორობა, მიწიერობა, უღირსობაც, იმიტომ რომ ძვირფასი ვარ მისთვის, ჩაატარა, მოდი ასე ვთქვათ, და რამხელა სულის ადამიანია და აი ამის ფონზე გამოიწვიოთ დაფასება, ხო? მაგრამ ესე არ ხდება სამწუხაროდ, ცოტა დაბალ ვიბრაციულ ადამიანებში და მამაკაცებშიც და არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ მამაკაცი და ეს ნორმა, იმიტომ რომ არ გაგებრაზოთ, იმიტომ რომ ყველა თავის გზას და გაკვეთილს გადის. ამ შემთხვევაში მათი ცნობიერება ამდენს ვერ, მოდი ასე როგორ ვიტყვიან, ვერ ხარშავს, რომ ეს ყველაფერს ანალიზი გაუკეთოს. აქედან გამომდინარე, თქვენ მოგიწევთ ამ ყველაფრის ამოტანა ზედაპირზე, იმიტომ რომ ეს რატო უნდა მოხდეს ახლა ამ შემთხვევაში, ეს ხდება იმისთვის და ჩერეს თქვენთვისაც. თქვენთვის იმიტომ ხდება, რომ თქვენ მსხვერპლის როლში აღარ გადახვდეთ, იმიტომ რომ ერთხელ რომ რაღაცას გავატარებთ, ხო, პირობითად ორჯერ, მერე უკვე ეს სტანდარტად ხდიან ადამიანები და ეს შეცდომა. მერე ჩვენც ავტომატურად იმაში, რა ქვია, გზაზე ვდგავართ და ვეღარ ვიგებთ უკვე რახან ერთხელ გაკეთებული გვაქვს ორჯერ, რა ვიცი, უკან ხო აღარ დავიხებ და აი იმით, რა ქვია, ინერციით მიყვები ამ მდგომარეობას და ეს უნდა დასრულდეს, აქ ამას ამბობს სამყარო, გამიგე? ეს უნდა დასრულდეს, უნდა მოხდეს აქ თქვენი, ასე ვთქვათ, აღდგენა, დაფასება, როგორც ასეთი, თქვენს სულშიც და სამყაროს მიერაც და მიწაზეც, იმიტომ რომ თქვენი გზები გაიხსნას და ასე ვთქვათ, წინ აღარ გქონდეთ სისუსტე აი ამით, რაც ვისაუბრე, არამედ სიძლიერე. ზღურბლზე არის ის, რომ ის, რაც ვისაუბრეთ და რაც მოხდება, ეს შეცვლის შენი და იმ ადამიანის სიტუაციას, რომელიც, ასე ვთქვათ, არ აკეთებდა იმას, რაც უნდა გაეკეთებინა. და მოხდება განახლება. აქ ასევე, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, განახლება მოხდება, ამ ურთიერთობის განახლებაც მოხდება. ზღურბლზე არის ურთიერთობის განახლება, ბედის წერით მოცემული ურთიერთობის განახლება, მაგრამ სანამ ეს განახლდება, მანამდე უნდა მოხდეს ნგრევა. რაიმე ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი ხოლმე ჩემს შემთხვევებში, იმიტომ რომ საერთოდ სანამ ახალი აშენდება, მანამდე ძველი უნდა დაინგრეს, ხო, აშენებულ სახლზე, აი დაუშვათ, კერძო სახლია, ხო? იგივე ადგილას ახალი ვერ აშენდება, თუ ის ძველი არ დავანგრიეთ, ხო? აი ვერ აშენდება. აი ესეა ზუსტად. ახალი რომ განახლდეს და ასე ვთქვათ, ახალი რომ დაიწყოს ამ ურთიერთობაში, ჯერ ძველი უნდა დაინგრეს. ამიტომ არ შეგეშინდეთ თუ თქვენ სიტუაციაში ახლო პერიოდში ზღურბლზე არის ის, რომ შეიძლება მოულოდნელი კონფლიქტი ჩხუბი მოხდეს, რაღაცა ისეთი გაიგოთ, რომ ასე შემდეგ და იფიქროთ, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ყველაფერი კი არ დამთავრდა. სუფთავდება ეს ყველაფერი, ის ძველი პროგრამები იშლება, ინგრევა და შემდეგ ხდება განახლება. ასევე გელოდებათ აქ ორსულობა და
აი ამ სიტუაციიდან ნუ რაც ვისაუბრე გამოსვლა, კი ბატონო. აქ შეიძლება იფიქროთ ისიც, რომ აზრი არაფერს არ აქვს, დიდი ხანია ველოდები ამის განახლებას, მაგრამ არაფერი არ ახლდება, მაგრამ ჩემო კარგებო, იცოდეთ, გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, წარსულს უშვებთ და შეიძლება მამაკაცმა გითხრათ, რომ всё, მე წერტილს ვსვამ ამ ურთიერთობაში. მაგრამ არა. კი. თქვენ იცი როგორ გაუგებრობაში იქნებით, რომ არ ვიცი ეს ადამიანი სამუდამოდ წავიდა თუ კიდე აქ ამ ოჯახურ ურთიერთობაში, მაგრამ ეს მამაკაცი უკვე მოგწერთ განახლებული პირობით, გამოვა კომუნიკაციაზე, ან ჩამოვა საზღვარგარეთიდან და დაბალანსდება აქ სიტუაცია. ღურბლზე არის თქვენთან ჯერ ნგრევა და ალბათ ეს ინფორმაცია იმიტომ უნდა გაგეგოთ, რომ იცოდეთ, რომ არ შეგეშინდეთ, ეს ნგრევა არის ამ სიტუაციის ახლიდან დაწყების ფუნდამენტი. მე კი გისურვებთ ულევს სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას პირველ რიგში თქვენ სულში და თქვენს მიწიერ ცხოვრებაში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, უდიდესი მადლობა თითოეული კომენტარისთვის YouTube და TikTok არხზე. ძვირფასო არხის წევრებო, გიგზავნით სიყვარულს, მადლიერებას და პოზიტიურ ენერგიებს.